აღმოსავლეთ ჩინეთში დიდი რაოდენობით გამაგრებული თვითმფრინავების თავშესაფრებია, რაც იმას ნიშნავს, რომ დარტყმები სავარაუდოდ ასაფრენ ბილიკებსა და ავიაციის ლოჯისტიკაზე იქნება კონცენტრირებული და არა უბრალოდ ადგილზე მყოფი ჩინური თვითმფრინავების განადგურებაზე. შედეგად დარტყმების გავლენა მატერიკზე სავარაუდოდ დროებითი იქნება. მით უმეტეს, რომ ჩინეთს შეუძლია ოპერირება განახორციელოს თავისი ტერიტორიის სიღრმეში არსებული ბაზებიდან. მატერიკზე თავდასხმა ასევე პოლიტიკურად და ოპერატიულად სარისკოა. ამერიკული სარდლობა თავად ჩინეთზე თავდასხმებს სრულმასშტაბიან ომთან, თუნდაც ბირთვულ ომთან ახლოს მყოფ ესკალაციის ნაბიჯად მიიჩნევენ. ჩვენ სცენარში გადამწყვეტი ფაქტორი პრეზიდენტ ტრამპის ტემპერამენტია. შურისძიების მოთხოვნით ჩვენ დროის პერლ ჰარბორით შეერთებული შტატები შეზღუდულ კონტინენტურ კამპანიას ირჩევს. JSM და ტომაჰავკი ტიპის რაკეტები გამოიყენება მხოლოდ შეჭრასთან დაკავშირებული სამხედრო ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად. ჯარების დესანტირებისთვის გამოყენებული პორტის ნავმისადგომები, ტაივანზე თავდასხმების განხორციელებელი საჰაერო ბაზები, ასაფრენი ბილიკები და სავალი გზები. ასევე შეჭრის მხარდამჭერი საბრძოლო მასალისა და საწვავის საწყობები. განზრახერიდებიან მაღალი დონის სამეთაურო ცენტრებს, სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და ნებისმიერ სამიზნეს, რომელიც ფართო სტრატეგიულ სამიზნედ იქნება მიჩნეული და სავარაუდოდ პეკინის მხრიდან მკვეთრ რეაქციას გამოიწვევს.